საღამო მშვიდობისა მედიაკავშირი ობიექტივი განაგზობს პირდაპირ ეთერში ინტერნეტ, ტელე და რადიო მაუწყებლობას თქვენ უყურებთ და უსმენთ ობიექტივის ღამის სტუდიას ანიკ იგნაძესთან და ბონდობ ძინარაშვილთან ერთად. მოგესალმებით, ჩვენი საუბრის თემა დღეს შეეხება გარიგებულ სპორტულ თამაშებს და ამ თემაზე სასაუბროთ სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოადგილე ანატოლი კორეპანოვი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისტი კესო ჩხიკვაძე მოვიწვიეთ. მაყურებელს და მსმენელს შეუძლია თავისი შეკითხვებით მოგმართავს, გამოხატოს თავის პოზიცია ტელეფონის ნომერზე 2388-5. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ვიდრე გარიგებულ მატჩებზე საუბარს დავიწყებდეთ, მოდით ჯერ ვისაუბროთ იმაზე, რა კეთდება სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დასამყარებლად, რა კეთდება იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი წარმატებული იყოს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის და რატიფიცირების შემდეგ, ბუნებრივია თქვენი სამინისტროც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, რა ნაბიჯები იდგმება და რას გეგმავთ უახლოეს მომავალში. მოგესალმებით ბონდო, მოგესალმებით ანი. რაც შეეხება სამინისტროს საერთაშორისო მიმართულებას, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დეპარტამენტის ერთ-ერთი მიზანია და ამოცანა არის, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოთ და ხელი შეუწყოთ ადგილობრივ ეროვნულ დონეზე ამა თუ იმ საჯარო პოლიტიკის განხორციელებას. რაც შეეხება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, დიახ, ამ შეთანხმებაში დევს 368 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობას და ასევე ისეთი გლობალური საფრთხების წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც არის გარიგებული თამაშები, დოპინგი, ძალადობა სპორტში და ასე შემდეგ. ასე რომ ამ მიმართულებით სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, მათ შორის ევროპის საბჭოსთან, რომელიც თავის მხრივ არის ერთ-ერთი ისეთი წამყვანი ინსტიტუტი სპორტის სფეროში, მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ მან არის ცალკე დეპარტამენტი, ცალკე კონვენციების დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების დაწესებას სხვადასხვა სფეროებში. რა ვითარება გაქვთ ახლა ამ მიმართულებით და რა რეკომენდაციებია უცხოელი პარტნიორებისგან? მოდ მე კიდე მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო მიმართულებით სამი ასპექტი. პირველი ასპექტი ეს არის სპორტული შეჯიბრებების манипуляციის წინააღმდეგ ბრძოლა. მეორე ასპექტი არის დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა. მესამე არის მასობრივ სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებელთა უსაფრთხოების, საზოგადოების წესრიგისა და მომსახურების მიმართულება. ეს სამი მიმართულებით არსებობს კონვენციები, რომლის მიმართულებას შეუერთდით ჩვენ გასულ წელს. სამი მიმართულებას შეუერთდით ამა თუ იმ ფორმით. დოპინგის წინააღმდეგ კონვენცია რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, ასევე ხელი გვაქვს მოწერილი კონვენციას სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებელთა მხრიდან ძალადობის და არასასწრაფო ქცევის აღმოფხვის შესახებ და უახლოესი რაც არის და რაც ჩვენ მთავარ თემას ეხება, ეს არის სპორტული შეჯიბრებების манипуляციის შესახებ კონვენცია, რომელიც ახალია ევროპის საბჭოს ინიციატივით შეიქმნა, საქართველოს შეუერთდა გასული წლის თებერვალში ამ კონვენციას. სამარცხვინო შედეგები გვაქვს თუ შეგვიძლია თავი მოვიწონოთ სხვა ქვეყნებთან შედარებით? არა, პირიქით მე ვიტყოდი, რომ საქართველოს გამოიჩინა ძალიან დიდი პოლიტიკური ნება, შეებრძოლოს ესეთ გლობალურ პრობლემას, როგორც არის გარიგებული თამაშები და ჩვენ ვართ იმ წამყვან ქვეყნებთან ერთად, როგორც არის გერმანია და ზოგადად ევროკავშირის წამყვანი წევრი ქვეყნები ეს. საფრანგეთი იქნება, დიდი ბრიტანეთი თუ ასე შემდეგ. რითვებით რა რესურსები გვაქვს ამისთვის? კი ბატონო, ზოგადად რომ ვილაპარაკოთ ამ პრობლემის პრობლემაზე, უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემა ძალიან გლობალურია. და ამიტომაც შეიქმნა ეს კონვენცია, რომელიც აწესებს სტანდარტს. ჩვენ რა რესურსით ვებრძვით? ანუ არის სხვადასხვა სუბიექტი, რომელიც ჩართულია ამ ბრძოლაში და ზოგადად რომელიცაც ეხება ეს თემა, ეს არის თქვა სპორტული ფედერაციები, ეს არის სამინისტროები, ეს არის საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები და ტოტალიზატორები მათ შორის. ამ მიზნით, რომ ეფექტიანი იყოს ეს ბრძოლა, საჭირო ამ რესურსის გაერთიანება. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვაწერეთ კონვენციას ხელი, მთავრობამ გამოიჩინა პოლიტიკური ნება და შექმნა უწყებათა შორისი კომისია, რომელიც ამოცანა შეებრძოლოს ეროვნულ დონეზე ამ პრობლემას, უზრუნველყოს ყველა შესაბამისი ღონისძიებების გატარება და
შესაბამისად საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება. იქიდან გამომდინარე, რომ მარტო ეროვნულ დონეზე მაგ პრობლემას ვერ მოვაგვარებ. შეიქმნა ეს უწყებათა შორისო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ეს ოფიციალური წევრები, კომისიის წევრები, მაგრამ ასევე კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი ამ კომისიას. კი, რა თქმა უნდა, და კომისიის თავმჯდომარე არის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და სხვა უწყებები ministris მოადგილეების დონეზე არიან წარმოქმნილი. დიახ, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში სპორტის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი წარმმართველი და განსაზღვრელი ორგანო არის სპორტის სამინისტრო, აქედან გამომდინარე ეს თავმჯდომარე ჩვენი მინისტრი. გარდა ამისა, კიდე ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ უკვე 6 აპრილს ჩატარდება ამ კომისიის პირველი სხდომა, რომელზედაც გადაწყდება ის მიმართულებები. აი, ვიდრე ვისაუბრობდით უფრო სიღრმისეულად დავცლად აი 6 აპრილს დაგეგმოს სხდომაზე და უწყებათა შორისო კომისიის ფუნქციაზე თუ მუშაობის პრინციპზე, მე მინდა ფეხბურთის ფედერაციის იურისტის ხავტემკესო თქვენ გკითხოთ. შარშან გამოვლენილი, უბრალოდ ფედერაციის ანგარიშის შედეგად გამოვლენილი 5 მატჩის შემდეგ, მე თუ სწორად მახსოვს, შეიქმნა სპორტული სამართლიანობის ჯგუფი, რომლის წევრებიც არიან კონფიდენციალური და მუშაობენ თქვათ ასეთი ფაქტების გამოვლენაზე. ფედერაცია რა პოლიტიკას ატარებს გარიგებული მატჩების წინააღმდეგ და როგორ ებრძვის ამ პროცესს? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის და დიდი მადლობა აი ამ თემის დაინტერესებით თქვენი ტელევიზიის მხრიდან. მოგეხსენებათ, რომ გარიგებული თამაშების თემა ძალიან პრობლემურია და ეს მსოფლიო მასშტაბით დიდი მნიშვნელობით პრობლემად დგას. ბუნებრივია ეს თემა ეხება საქართველოს და განსაკუთრებით ფეხბურთში ეს ხშირად გვესმის, ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს საქართველოში. ამ მიმართულებით ჩვენ მუდმივ კავშირი გვაქვს UEFA-სთან და დირექტივებს ფაქტიურად ვიღებთ UEFA-დან. არაერთ ნებისმიერი დებულების შექმნის დროს ჩვენ მუდმივად უკავშირდებით მას და გავდივართ კონსულტაციებს და შესაბამისად ვქმნით ამ დებულებებს. ჩვენთან ფეხბურთის ფედერაციაში ჯგუფი, რომელიც თქვენ წეგან ახსენეთ, 1 წლის უკან არ შექმნილა, ეს უფრო ადრე შეიქმნა. მას სპორტული სამართლიანობის ჯგუფი ქვია, რომლის წარმომადგენლის ერთ-ერთი მე ვარ. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს ბატონი ბაქარ ჟორდანია. ჯგუფი მუშაობს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გარიგებულ თამაშებს უკავშირდება. ჩვენ ვღებულობთ ინფორმაციას და ეს ინფორმაციის მოწოდება ვერ გეტყვით, რომ ძალიან ინტენსიურია, ხშირია. ჩვენ ძალიან გვიჭირს ინფორმაციების მიღება, ამის დამუშავება. რა არის ამ პრობლემის მთავარი მიზეზი? რატომ გიჭირთ ინფორმაციის მიღება? არ თანამშრომლობენ გუნდები, ტოტალიზატორები, სხვა უწყებები თუ პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს. იცით რა, ჩვენ ვატარებთ ამასთან დაკავშირებით შეხვედრებს, სემინარებს, რეგიონებშიც დავდივართ, რამ 2 თვის უკან მოვიარეთ დასავლეთის რეგიონები, ასევე სემინარი გქონდა შვეიცარიაში UEFA-ს ეკიდით. აქ პრობლემა არის ზედაპირული საუბარი, მხოლოდ ისინი ამით შემოიფარგლებიან, რომ ამბობენ, რომ არსებობს გარიგებული თამაშები, ეჭვი აქვთ ამაზე, კონკრეტიზაციისგან ისინი ყოველთვის თავს იკავებენ. ანუ ეს არის აბსოლუტურად ზედაპირული ინფორმაცია და ამ ინფორმაციის საფუძველზე ძალიან ძნელია, ასე ვთქვათ, ბრალეულობის დადგენა. მით უფრო რომ მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არ გახლავთ საგამოძიებლო ორგანო, მისი პრეროგატივა, ფუნქცია და უფლებამოსილება ამის არეალის არ შეიცავს. ამიტომ ჩვენ ჯგუფს მიუხედავად იმისა, რომ მუშაობთ ამაზე თეორიულად სემინარების დონეზე, გვაქვს შეხვედრებით, ჩვენი უფლებამოსილება არ გვაძლევს მეტი ფარგლებში არ ვრცელდება და არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვაწარმოოთ დაკითხვა ისე როგორც აი სისხლის სამართალში ესმით ისე როგორც ეს კეთდება პროკურატურაში, საგამოძიებო სისტემაში. ამდენად სწორედ ამაზე ამახვილებს პლატინი ყურადღებას, რომ თავის მოხსენებაში მან არაერთხელ თქვა, რომ მოუწოდა ყველა ქვეყანას, ყველა უწყებას, პროკურატურებს, რომ მეტი კოორდინაცია ჰქონდეთ მათ ფედერაციებთან, იმიტომ რომ ჩვენი ინფორმაციის გაცვლა სწორედ არის საწინდარი იმისა, რომ ეს პრობლემა დაძლეული იქნეს. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ამ მხრივ გამოიჩენს მეტი ინტერესი შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა მიუხედავად ამისა, რომ შარშან ამასთან დაკავშირებით უკვე გახმაურებული ფაქტი მსაჯებთან დაკავშირებით უკვე იყო, ჩვენ არა ვართ არავის მომხრე იმისა, რომ ვინმე დაჭერილი იყოს, მაგრამ პროკურატურის შესაბამისი ორგანოების ჩარევა ამ საკითხში მთავარი თემაა. ჩვენ შვეიცარიაში სემინარზე როცა ვიყავით, პირველი შეკითხვა ეს იყო, როგორ თანამშრომლობს თქვენთან პოლიცია, იმიტომ რომ სწორედ მათი დახმარებით, მათი გვერდზე დგომით შესაძლებელი შეიძლება გახდეს ამ პრობლემის დაძლევა. პრაქტიკულად შეუძლებელია ეხლა ჩვენ არა ვართ იმ ხელა ქვეყანა, რომ თქვათ ფედერაციას ყავდეს 3000 ან 5000 სუბიექტი და გაშლილი უზარმაზარ სივრცეში და სივრცეზე და თქვათ ინფორმაცია
ინფორმაციის მიღება პრობლემური იყოს, ხომ? შეუძლებელია, რომ მანამ სანამ პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები საჯაროს გახდიდნენ მწვრთნელების საჯების ამ კორუფციული გარიგებების თაობაზე ინფორმაციას, მანამდე არანაირი ინფორმაცია არ ქონოდა ფედერაციას. ნუ ეს ისეთი სიტუაცია თუ იცი და ფარავ, დამნაშავე ხარ, თუ არ იცი, კიდევ უფრო უარესი, რატო არ იცი შენ სფეროში რა ხდება. აი როგორ შეიძლება რომ ახსნას ფეხბურთის ფედერაციამ? რა თქმა უნდა, მოგახსენეთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიის გარიგებული თამაშები. პირველ რიგში ეს არის შესაბამისი ორგანოების პრეროგატივა, რომ ამ საკითხზე მოგვარებაზე დაიწყოს, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციას არაერთხელ ამ გახმაურებულ ფაქტამდე არაერთი შეხვედრა ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. პირადად მე არაერთი წერილი გავაგზავნეთ პრეზიდენტის სახელზე, რომ არსებობს ფაქტები და სავარაუდოდ გვაქვს ეჭვი იმაზე, რომ არის სისხლის სამართლის დანაშაულის. ანუ ინფორმაცია ჰქონდა ფედერაციას. ინფორმაცია, რა თქმა უნდა. ეჭვი არა იმ შემთხვევაზე, რომელზეც შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, არა მარტო სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ მუდმივად კომუნიკაცია გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ჩვენ ვიცით, რომ მათი მუშაობის სპეციფიკა ვერაფრით ვერ ჩაჯდება დაუშვათ იმ სპეციფიკაში, როგორცაც ფეხბურთი და ზოგადად UEFA თავაზობს, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს რაღაცა ურთიერთთანამშრომლობა, რა დოზით შეიძლება ჩვენი და მათი თანამშრომლობა. მაყოფილი ხართ ამ თანამშრომლობად? მე იმედი მაქვს, რომ ეს შედეგიანი იქნება. მოდი თქვენ ნებართ მე დავამატებ. როდესაც ვსაუბრობ გარიგებულ თამაშებზე, აქ ორი ასპექტი მინდა გამოვყო, თუ რას უქმნის საფრთხეს და თუ რატომ უნდა იყოს ჩართული, თქვათ, აღმასრულებელი ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებაში. ეს არაერთხელ თქმულა და აღიარებული, თუნდაც ბლატერი ლაპარაკობს ამაზე, თუნდაც პლატინი ლაპარაკობს და მოუწოდებს სახელმწიფოებს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა და ბუნებრივია. კი. UEFA-ს თამაშები 1800 თამაშს ატარებს წელიწადში და აქედან 200 გარიგებულია. ანუ მაჩვენებელი ეს არ არის საქართველოს პრობლემა, ეს არის მსოფლიო პრობლემა, რომლის ნაწილიც მაგალითი თუნდაც ახლა ფეხბურთის გულშემატკივარს ახსოვს იუვენტუსი როგორ დაისაჯა თავის და არა მარტო იუვენტუსი. არა მარტო იუვენტუსი, მაგალითები არის პრემიერ ლიგა, ესპანეთის უმაღლესი ლიგაში, საფეხბურთო ლიგაში და ასე შემდეგ. დიახ. მაგრამ მე სანამ ვინმეს დავსჯიდით, მე მინდა ვისაუბრო იმაზე თუ რატომ არის მნიშვნელოვანი აქ აღმასრულებელი ხელისუფლების ჩართულობა და რატო არის აუცილებელი სხვადასხვა სუბიექტის ჩართულობა. იქედან გამომდინარე, რომ სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციასთან არის დაკავშირებული უამრავი კანონდარღვევა და ეს მოვლენა საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, მაგალითად, ანუ დაკავშირებულია, ხო, თაღლითობასთან, კორუფციასთან, გამოძალვასთან. რა თქმა უნდა, მთავარია ამისთვის მოვამზადო ჩვენ ნიადაგი საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით და კესოს და ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივარს ვეტყვი, რომ რა ცვლილებებს საჭიროებს აი ეს კანონმდებლობა, რა ჩანაწერი არსებობს და რატომ არის საკმარისი ან იქნებს რატომ არ არის საკმარისი ან იქნებს სულაც საკმარისია და ამის მიხედვით შეიძლება მოქმედებების განხორციელება. დიახ, მოდი მე ჩვენ ვახსენეთ ეს სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციის შესახებ კონვენცია, ევროპის საბჭოს კონვენცია და ეს არის კარგი ინსტრუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ერთიან სტანდარტს და მოუწოდებს ავალდებულებს, რა თქმა უნდა, რატიფიცირების მერე ყველა ხელმომწერ და ყველა ქვეყანას, რომ აღიარონ სპორტული შეჯიბრებების მანიპულაცია და ასახონ ის დარღვევები, როგორც სისხლის სამართლის დანაშაულს. შესაბამისად, ჩვენ დღეს გვაქვს მხოლოდ ერთი ჩანაწერი სისხლის სამართლის კოდექსში, თუ არ ვთქვი, ეს 203 მუხლი, რომელიც ეხება 204 მუხლი, რომელიც ეხება რა ქვია, მოსყიდვას. მაგრამ სამწუხაროდ იქ ჩვენ დავადგინეთ, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით საჭირო როგორც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა, ასევე ადმინისტრაციული კოდექსში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ამის მზაობა არის, როგორც გითხარით, და სწორედ ეს უწყებათა შორისო კომისია პირველი რასაც გააკეთებს, ეს არის სიღრმისეულად პრობლემის შესწავლა არსებული ვითარების, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ თქვა სხვადასხვა სუბიექტია ჩართული, მაგალითად ფეხბურთის ფედერაცია არეგულირებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ საკითხს თავის სადისციპლინო კოდექსის მიხედვით და თუნდაც თქვა არის სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი, მაგრამ კიდევ უამრავი მოდი ვთქვათ ხრელი არსებობს, სადაც კრიმინალებს შეუძლიათ
ესე გვერდი აუარონ ამ სამართლებრივ ზიებებია სამართლებრივი ან ადმინისტრაციული დაუშვათ საჭირო იმისთვის რომ ეს ხრელები ამოიქოლოს. ხრელები კანონმდებლობაში მუდმივად არსებობს და იმიტომ არსებობს კანონმდებლობა რომ იქ ხრელები მოძებნონ თქვათ შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანებმა, მაგრამ დამნაშავეს რომ უფრო მეტი წინააღმდეგობა, უფრო სწორედ ჩვენთვის თვითმიზანი ხო არ არის ადამიანების დასჯა. მიზანი ის არის რომ მათ არ მიეცეთ საშუალება გადალახონ ის ზღვარი, როდესაც უკვე კანონს არ ღვევენ და როდესაც მათი დასჯის საკითხი დგება, ხომ? აი რა უნდა გაკეთდეს ამისთვის? რა ცვლილებების განხორციელებაა საჭირო? მოდი თქვენს ნებართ მე დავამატო და ვიტყვი იმას რომ ერთი არის როდესაც თქვა ფეხბურთის ფედერაცია აჯარიმებს კლუბს ან თქვა მოთამაშეს ან ვინც არის ჩართული თავის კომპეტენციის ფარგლებში ფეხბურთის ფედერაციის კომპეტენციის ფარგლებში იმას აჯარიმებს ან თუნდაც დისკვალიფიკაციას აძლევს, მაგრამ შესაძლებელია ზოგიერთ ფეხბურთელს, ზოგიერთ თქვა მწვრთნელს უღირდეს რომ თქვა გადაიხადოს რაღაც ჯარიმა იმის ანაცვლოდ რომ თქვა რომელიმე ტოტალიზატორიდან ან თქვა რომელიმე გარე პირთან გარიგების შედეგად მის მიიღებს უფრო დიდ თანხას, ხო? ბუნებრივია. ტექნოლოგიური შეიძლება საპროცესო გარიგებითაც გადაიხადოს და გამოვიდეს. საქმეს მაგაში რომ აუცილებელია ორივე მხრივ არსებობს. ბუნებრივია პრობლემას ბევრი ასპექტი თან ახლავს, მაგრამ ერთ-ერთი რისი თქვა მინდა რომ ესეც პლატინი და ბლატერი საუბრობს მაგაზე, თუ რატომ არის აუცილებელი რომ შეიქმნას როგორც პრევენცია სისხლის სამართლის კოდექსში ჩანაწერები. თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ, ეხლა პლატინი და ბლატერი და პლატინი. აი ძალიან ნაკლებად მაინტერესებს მე როგორც გულშემატკივარს რას ფიქრობენ პლატინი და რას ფიქრობს პლატინი და რას ფიქრობს ბლატერი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში მე არ მომატყუოს არც საჯმა, არც მწვრთნელმა და არც ფეხბურთელმა. როდესაც ვყიდულობ ბილეთს, ვიხდი ამაში 3 ლარს ან 5 ლარს. და ის მერე ამ ჩემს ამ ხარჯს ასე ვთქვათ უკაცრავად და აი არ აინტერესებს, არ მინდა ძალიან უხეშად ვთქვა და რასაც უნდა იმას აკეთებს მერე იქ კულუარებში, გასახდელში ან სადღაც ვიღაცის კაბინეტში, ხო? ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ ისინი რას ფიქრობენ? ჩვენ შეურაცხყოფილი რჩებით მაყურებლები, რომლებსაც გვინდა კარგი თამაშის ნახვა. და ამისთვის ამაში ვიხდით ფულს. ბუნებრივია ტელევიზია არ გაუშვებს ისეთი გუნდების ტრანსლაციას, სადაც იციან რომ ეჭვი არსებობს, რომ ვიღაცა შეიძლება ვიღაცას გაურიგდეს, ხო? მაყურებლებს არ მიაყენებს შეურაცხყოფას, მაგრამ ვიღაცა ხო ამ 3 ლარი თუ 5 ლარი რო გადაიხადა ამას შეურაცხყოფას აყენებს და ის ხო ამისთვის აუცილებლად უნდა დაისაჯოს. რა თქმა უნდა, მაგაზე ვსაუბრობთ მე მგონი, ახლა ზუსტად გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამოვქოლოთ ეს ხრელები და მათი ასე ვთქვათ წახალისება არ მოხდეს, ან პროვოცირება არ მოხდეს დანაშაულის. ახლა იურისტებმა ყველაზე კარგად იციან ეს როგორ შეიძლება ამის გაკეთება. ჩვენ საუბრობთ ახლა ანტოლი საუბრობდა სისხლის სამართლის კოდექსში ეს მუხლი განსაზღვრულია შესაბამისი ქცევა როგორ რეგულირდება კანონის მიხედვით, მაგრამ მე მიმაჩნია რომ აქ არასწორი დეფინიცია აქვს მიცემული ამ მუხლს, იმიტომ რომ არ უნდა მოხდეს ამ მუხლის შეღავათი თუ სხვა სფეროში, თუ თაღლითობა ნებისმიერ სამოქალაქო ურთიერთობაში არის კანონის დასჯადი და საკმაოდ მკაცრი, მაშინ სტადიონზე იგივე ქმედება. როცა რამდენიმე 1000 ადამიანს ატყუებ. რამდენიმე ადამიანს ატყუებ და აბსოლუტურად ერთი და იგივე მექანიზმით სხვადასხვა გარემოში ჩადიხარ ერთი და იგივე შემადგენლობის დანაშაულს არ უნდა იყოს შეღავათი. თუ ჩვენ ამ მიმართულებით კანონი დაუშვებს შეღავათს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ მოხდება ამ დანაშაულის პრევენცია. ანუ ქალბატონო კაცის სისხლის სამართლებრივი პოლიტიკაა საჭირო. მე მომხრევარ, როგორც იურისტი, მე ამის მომხრევარ. თქვენ წეგან ბრძანეთ, რომ თქვენ არ გაინტერესებთ პლატინი რას ბრძანებს, მაგრამ ჩვენ ვართ UEFA-ს წევრი ორგანიზაცია და გვაინტერესებს ზუსტად რას ბრძანებს UEFA. UEFA ამასთან დაკავშირებით ძალიან სწორხაზოვნად და ძალიან სწორ მიმართულებებს ავლენს და ჩვენ მოგვცა მან ასეთი დირექტივა მიმართულება, რომ არ აიღოთ აქცენტი მტკიცებულებებზე, იმიტომ რომ თქვენთვის ეს ძალიან თქვენთვის ანუ ზოგადად ფედერაციების და ასოციაციების ეს თქვენთვის იქნება ძალიან ძნელი. თუ თქვენ გაქვს ეჭვის მაღალი ალბათობა, მაშინ დაუშვით სანქცია და ამას გაძლევთ ამის უფლებას UEFA და ვისაც არ სურს ამ იურისდიქციას დაექვემდებაროს, მისინება არავინ არავის არ აძალებს ამ სამართლებრივი სივრცის ნაწილი გახდეს, თუ ეს კანონი ეს წესი არ მოსწონს, შეუძლია არ შემოვიდეს. ამ სამართლებრივი შეიძლება ვთქვათ ჩვენ რეალობაში რომ ვისაუბროთ მე გავაგრძელებდი ამ თემას, ბოდიში დავასრულებ. ჩვენ დაახლოებით
შარშან იყო ეს დავაჯარიმეთ კლუბები, 5 კლუბი იყო 20000 ლარის ოდენობით. ამას მოყვა აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქცია საზოგადოებისგან. ეს იყო ბევრი იურისტი საუბრობდა, ჩემი კოლეგა და არა იურისტებიც, რომ ეს იყო ადამიანის უფლებების დარღვევა. მე მაშინ გამოვიყენე ესეთი ფრაზა, რომელიც ხშირად მე დომინირებდა. ზოგიერთს მეაჩნია, რომ 11 მეტრიანი როცა დაინიშნება მეკარის კონსტიტუციური უფლება ირღვევა გონია და ეს ასე არ არის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ზოგადად საფეხბურთო სივრცე ადგენს კანონს, რომ გარიგებულ თამაშების გამო, UEFA-დან მოსული რეპორტების გამო უნდა დაისაჯოს კლუბი, კეთილი უნდა ინებოს კლუბმა და ამას დაემორჩილოს. ისევე როგორც ჩვენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, აი ხა სულ რამდენიმე დღის უკან ჩატარებული მატჩის გამო დავიჯებით და სანქცია გატარდება, რომელშიც არაფერი მონაწილეობა და დანაშაული არ მიგვიწვის, მაგრამ ვიღებთ ამას როგორც სანქციას და იძულებული ვართ დავემორჩილოთ ამას. ასე უნდა დაემორჩილოს ამ წესებს ყველა სუბიექტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შემომავალი, ეს იქნება ფიზიკური თუ იურიდიული პირი, აღიაროს ის წესი, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს კანონმდებლობიდან თანხმედრაში და UEFA-ს წესებისა და რეგულაციებიდან. მაგრამ ამ ადამიანებმა, ამ კლუბების ხელმძღვანელებმა, მწვრთნელებმა, არის მსაჯებმა, ვის მიმართაც რაღაც შეკითხვები არსებობს, არიციან, რომ ეს წესები არსებობს და ამ წესებს უნდა ემორჩილებოდნენ. რა თქმა უნდა, თავიდანვე არიციან ამის თაობაზე, რომ მე და ერთი საკითხი კიდე, ყველა ეს ადამიანი ერთმანეთს იცნობს. ხომ ზოგი ერთად თამაშობდა სხვადასხვა გუნდში, მე სადღაც წავიდა. ყველა იცნობს ერთმანეთს. ყველა მიცის, ვისი შეხვედრა. დავუშვით ინფორმაცია მოდის. ხო, მოდის ინფორმაცია. უილად არავინ არ მოგიტანთ ინფორმაციას, რომ თქვა რომელიღაც კონკრეტულ გუნდში მოხდა აი ეს ამ გუნდებს შორის. თუ რაღაცა საფუძველი არ არსებობს. როდესაც ამის გარკვევა იწყება ფედერაციაში. კი, როცა მოდის ინფორმაცია იქ ამბობენ, რომ არა, ეს არაფერი არ გაუკეთებია და ამით იმართებენ. მოდის ინფორმაცია. ნუ კონკრეტულ პიროვნებას როცა ჩვენთან გამოცხადება, ჩვენ ვიგრიბებით მას ერთგვარ დაკითხვას უტარებთ. ის ამბობს, გამოკითხვას უთი სიტყვაზე გამოვიყენე. ის რა ქვია, ამბობს, რომ მან გაიგონა არ იცის ვისგან გაიგონა, რანაერი იყო, სახელი რა ერქვა, ანუ მუდმივად ის ინკოგნიტოდ საუბრობს, იმაზე დარწმუნებულია, რომ ეს არის გარიგებული, მაგრამ არაფერი არ იცის. გარდა იმისა, რომ დარწმუნებულია, რომ არის გარიგებული ეს თამაშები, მაგრამ ჩვენ როგორია აქ ჩვენი უფლებამოსილება, რა შეიძლება გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით? ჩვენ გვართ სპორტული ორგანიზაცია. ჩვენი პრეროგატივა არ ცილდება ამ უფლებამოსილებას. ჩვენ არ შეგვიძლია კი ბატონო არასოდეს ჩვენების საფუძველზე შეიძლება თქვენ დაგეკისროთ სისხლის სამართლის. და ვარაუდის საფუძველზე. ჩვენ მეუბნებით ამას, რომ არასწორი ინფორმაციის შესაბამისად შენ დაგესა სპორტული სანქცია, მაგრამ სხვა სანქციის დაგესრების უფლება არ აქვს. ამიტომ გვაქვს ჩვენ მუდმივად კომუნიკაცია სპორტის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ჩვენ გვინდოდა მათთან მემორანდუმის გაფორმება, ჩვენ ამ მემორანდუმის ფორმატს გავაგზავნეთ. იყო მათგან ესე ვთქვათ სურვილი იმისა, რომ ამ მემორანდუმის შემდგარიყო. მე ვიცი, რომ ეს სამზადი რაღაც მზადდება კიდე და ყოველ შემთხვევაში გვაქვს იმედი, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგება, იმიტომ რომ არაფერი არ გამოვა, თუ არა საკანონმდებლო ბაზის გამოსწორება, თუ არა შესაბამისი ორგანოების დაინტერესება, იმიტომ რომ თქვენ იცით, რაც კი დანაშაული გაიხსნა მსოფლიო მასშტაბით გარიგებულ თამაშებს, ყველა გაიხსნა პროკურატურის ჩარევით. ფეხბურთის ფედერაციების გახსნილი დანაშაულის რაოდენობა ალბათ არის 0.0. მაგრამ აქტიური თანამშრომლობა და ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია. ჩვენ ვართ მზად და მე ახლა ამ თქვენი ტელევიზიით ღიად ვაცხადებ. ჩვენ ვართ მზად ნებისმიერ დროს ვითანამშრომლოთ პოლიციასთან, გაუცვალოთ ინფორმაცია. ჩვენ იცის ამას შესახებ ვისაუბრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ ჩვენთან მოდის UEFA-ს რეპორტები, სადაც სავარაუდო ეჭვი არის გამოთქმული, რომ კონკრეტულ თამაშებთან დაკავშირებით. ჩვენ მათ უთხარით, რომ ჩვენ მუდმივად მოგაწოდებთ ამ ინფორმაციას, მაგრამ სპეციფიკა სხვადასხვანაირია. დანაშაული იგეგმება არა სტადიონზე. სტადიონის მიღმა, მაგრამ ის სტადიონის მიღმა რაც იგეგმება, სწორედ ის არის სისხლის სამართლის დანაშაული. შეხვედრამდე. დიახ, სტადიონზე რაც ხდება, ეს უკვე არის სპორტული. ეს არის უკვე დასრულებული დანაშაული. აი, დანაშაულის დასრულება და აღსრულება, ასე ვთქვა, სტადიონზე ხდება. ის რაც ჩემთვის ფეხბურთის ფედერაციისთვის და მტკიცებულება იყო, შეიძლება ანუ სტადიონზე ჩადენილი გადაცდომა და სადისციპლინო დარღვევა მეკარის ფეხბურთელის მტკიცებულება ვერაფრით ვერ იქნება სისხლის სამართლისთვის. ამდენად ჩვენი კომუნიკაცია სწორი და ერთმანეთთან მეტი ინფორმაციის გაცვლა დააყენებს სწორ გზაზე იმას და აღმოფხრის ამ დანაშაულს საქართველოს
საქართველოში. მაყურებელს მოусმინოთ ანტონ და მე უნდა უწყებაჩევის კომისიის შესახებ უფრო დეტალურად გითხო რა მოხდება 6 აპრილს. მოგესალმებით ეთერში ხართ. მოგესალმებით, მე შეკითხვა მაქვს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთან. იცით რა შეასაქმე, ერთ მოგისმინეთ რომ პროკურატურის საქმეა რომ ვთქვათ გამოიძიოს ეს დანაშაულები, მაგრამ აი ეს დაბალი დონე ფეხბურთის, მსაჯების დაკავება, გარიგებული თამაშები, ფეხბურთელების დისკვალიფიკაცია, რა ვალდებულებები აქვს საერთოდ ფეხბურთის ფედერაციას? აი თვითონ ფეხბურთის ფედერაციას რამე ვალდებულებები აქვს ამასთან დაკავშირებით? მე რაც ჩამოგიტყუეთ რომ ეს საჯები დააკავეს, ფეხბურთელები დისკვალიფიცირებულია, გარიგებული თამაშებია. კეთილი, გასაგებია. თვითონ დაბალი დონეა მთლიანად ფეხბურთის. გასაგებია თქვენი შეკითხვა, ძალიან დიდი მადლობა რომ დაკავშირდით. სწორედ მივედით იმ თემასთან, რომელზეც ახლა ჩვენმა მაყურებელმაც გაამახვილა ყურადღება. ეს ყველაფერი გარდა იმისა, რომ თქვა ვიღაც უნდა დაისაჯოს, წერან ვახსენეთ, რომ დაასჯა არ არის, არ უნდა იყოს და არც არის, მე ასე მგონია ახლა თვითმიზანი. თავარი არის ვითარების გამოსწორება და კარგი ფეხბურთის შეთავაზება მოსახლეობისთვის, ხო, საზოგადოებისთვის, გულშემატკივართა არმიის გასაზრდელად და ასე შემდეგ და გარკვეული შემოსავლების მისაღებადაც ახლა სპორტის ყველა სახეობა არის კომერცია. იმისთვის არ არსებობს, რომ ახლა ვიღაცას თქვა სირბილი ეხალისება და იმიტომ დარბის. შესაბამისი ანაზღაურება სჭირდება მას და შესაბამისად ფედერაციამაც უნდა იმუშაოს. აი ეს ყველაფერი რა ბატონო? გარიგებული თამაშების დროს არ დარბის. ხო, ნუ ზოგიერთ თამაშებზე ჯობია პუანტები დაურიგონ ბუცების ნაცვლად. ყველას გვინდა კარგი ფეხბურთი, ყველას გვინდა წარმატებული ჩვენი ჩემპიონატი, ყველას გვინდა წარმატებული ეროვნული ნაკრები, მაგრამ ეს აისახება თუ არა, აი რა ჩვენმა მაყურებელმა. მე რა აისახება, ეხლა გესაუბრებით. არაფერს არ ნიშნავს. როდესაც თქვათ ადამიანები ისედაც გულაცრუებულები არიან. მოდი ვისაუბროთ რა შეიძლება იყოს მიზეზი დაუშვათ. მოდი ჩვენ ქვეყანაზე ვისაუბროთ, ალბათ სხვა ქვეყანაში ამისი სხვა ნებისმიერ დანაშაულს აქვს თავისი წარმომავლობა, ხო? დარჩევს დანაშაულის ფსიქოლოგია, საიდან მოდის დანაშაული. როცა ჩვენს მე არ მინდა რომ რაიმე გამართლება მივცე ამ თემას, მე ჩემ პოზიციას, როგორც მოქალაქის პოზიციას დავაფიქსირებ, რომ მე მგონია რომ უდიდესი დანაშაულია, როცა ადამიანი მიდის თავისი კლუბის გულშემატკივარი სტადიონზე სათამაშო და მისი ემოცია აბსოლუტურად გულწრფელია და აი ეს ემოცია გაყიდულია, ამაზე დიდი დანაშაული მე მაგალითად არაფერი არ მივაჩნია. ხო და მივაჩნია. ფეხბურთის ფედერაცია იმისთვის რომ ეს ემოცია არ გაუყიდონ გულშემატკივარს. მე ამაზე ვილაპარაკე წეღან ზუსტად რომ ამიტომ არის საჭირო. არა, თვალსაზრისით გულისხმობთ. პასუხისმგებლობა არის ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი გულშემატკივრის წინაშე, მაგრამ ეს რამდენად არის ახლა კავშირში ხარისხიანი ფეხბურთ თამაშთან, ცოტა მე ეჭვება, იმიტომ რომ იქ სადაც ხარისხიანი ფეხბურთი არის, იქაც არის გარიგებული თამაშები და ეს პროპორციული ერთმანეთთან მე მგონი არ იქნება. მოდი მე ვისაუბრებ იმაზე, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი საქართველოში. მე ვფიქრობ და არ ვამართლებ ამას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ კლუბში, მუნიციპალურ კლუბებში, ჩვეულებრივ კერძო კლუბებში არის მუდმივად პრობლემა დაურიგებელი ხელფასების, ფინანსური პრობლემები. რამდენად შეიძლება არის თუ არა შესაძლებელი, რომ როცა 4 და 5 თვე ხელფასი და დაურიგებელია, ფეხბურთელს, სუსტი ნებისყოფის ფეხბურთელს დაუშვათ, რომელსაც ეკონომიკური კრიზისი, ბანკის ვალები და უამრავი ნებისყოფის იყოს, რა 6 თვე შეერი გაძლევს თუ ოჯახს გააძლევს შეღავათი დაუშვი, რა ვიცი. მე მგონია, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა, როცა სოციალური მდგომარეობა, როცა დაურიგებელი ხელფასები, როცა კლუბებს უნდა რომ ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმოს 1 და 2 თვე და ორთვიანი ფეხბურთი და ერთთვიანი ფეხბურთი. შეუძლია რომ ფეხბურთის ფედერაციამ დაარეგულიროს ეს? კი, დავარეგულიროს. დავუშვათ კლუბებს გარკვეული ვალდებულებები დააკისროს, თუ არ შეიძლება თქვა ერთ წელზე ნაკლები ვადა და ამდენ აქედან გამომდინარე ჩვენ დავაგისრეთ ეს ვალდებულება, რომ აუცილებლად იყოს ერთწლიანი, მაგრამ ეს ასე არ იყო. ეხლა მოგახსენებთ მაგის მიზეზს, რატომ ვერ ვაიძულებდით რომ ერთწლიანი ყოფილიყო. თქვენ მოგეხსენებათ რომ მუნიციპალური კლუბებს აქვს თავიანთი ბიუჯეტი, ერთ წელზე გათვლილი ბიუჯეტი. რაც არ უნდა დაავალდებულო შენ 4 წლიანი ხელშეკრულება გააკეთო და არის ის მომდევნო წლის ბიუჯეტი რამხელა იქნება. არის ის მომდევნო წელს ის აუნაზღაურებს თუ არა მწვრთნელს, ფეხბურთელს ხელფასს და ბუნებრივია იმ ფულს აქვს თავისი ხარჯვის კანონი, ან ბიუჯეტის შესახებ კანონი ამის საშუალებას მას არ აძლევს. ამიტომ ის ხელშეკრულება, რომელიც უკვე 4 წლით გაფორმდა, ფაქტიურად განწირულია იმისთვის, რომ დაერღვა. ქალბატონო კესო, ერთ საკითხსაც გითხავთ და მე ბატონ ანატოლისთან გვაქვს კიდე შეკითხვები. ფეხბურთის ფედერაციას ფეხბურთის განვითარების სტრატეგია აქვს საერთოდ? რა თქმა უნდა აქვს, რას გულისხმობთ? რამდენი წელია გათვლილი ეს?
რა თქმა უნდა, მინიმუმ 4 წელზე მაინც უნდა ხო, მაგრამ როდესაც თქვენ იცით, რომ მუნიციპალური გუნდები ერთ წელზე მეტ ბიუჯეტი არ აქვს და თვითონ არის კანონმდებლობა. ბიუჯეტი ექნება თუ არა, ანიასებს თუ არა. ფეხბურთის ფედერაციას აქვს თავისი ფუნქცია, თავისი არეალი მოქმედების ფეხბურთის ფედერაცია შეუძლია თხოვოს სამინისტროს, თხოვოს სპორტის კომიტეტს, რომელსაც პირდაპირ მოვალეობა სხვათა შორის კანონმდებლობაზე მუშაობა, რომ გაითვალისწინოს, რომ სად იკვეთება ფეხბურთის ინტერესები, სად იკვეთება სახელმწიფო ინტერესები, არის თუ არა დასაშვები ამ თანხwebdriver, არის თუ არა რაღაც შეღავათების გაწევა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ გარანტიებს კლუბებისგან, როგორ უნდა წარმოადგინოს მუნიციპალურმა კლუბმა გარანტია, რომელმაც არ იცის მომავალ წელს იქნება თუ არა. ეს ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივა კი არ არის ეს დანაშაული. არის არ ვადანაშაული. უბრალოდ რომ 4 წლიანი გეგმა შეადგინო, რომ მაშინ როდესაც იცი რომ ამ გეგმის სუბიექტებს თვითონ არ აქვს არანაირი გეგმები. ამ კომისიის ფარგლებში, უწყებათა შორის კომისიის ფარგლებში, რა შეიძლება გაკეთდეს აი ამ პრობლემების მოსაგვარებლად? იმისთვის რომ ელემენტარულად ეხლა თქვენ სამინისტროს არ მოადგეთ, ხო? სამინისტრომ მუნიციპალიტეტებთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა, ახლა ფეხბურთის ფედერაციას არ ეხება მთავრობის ხდომებზე მონაწილეობას არ იღებს, ხო? თუმცა მოწვეული იქნება აუცილებლად. თუმცა ხო, კომისიაში იქნება მოწვეული მთავრობის ხდომებზე, რომ დადგეს საკითხი ისე, რომ შესაბამისად გარკვეული ბიუჯეტები გამოეყოთ რეგიონებსაც, მუნიციპალიტეტებსაც იმისთვის, რომ ის რა სტრატეგიასაც შეიმუშავოს ფეხბურთის ფედერაცია, რაღაცნაირად განხორციელდეს. და მასაც კონდეს იმედი რომ ეს განხორციელდება, იმიტომ რომ გარკვეულად გარანტიები აქვს იქ მუნიციპალიტეტებს. აი რა შეიძლება რომ გაკეთდეს? არა მხოლოდ დავსაჯოთ, არამედ მოდი დავეხმაროთ აი ამ კუთხითაც რომ შევხედოთ ამას. მოდი ისევ ჩვენ თემას დაუბრუნოთ, იმიტომ რომ ცოტა სხვა მიმართულებით მიდის ლაპარაკი და მე დავუკავშირებ თქვენ კომენტარს აი ამ ჩვენს თემას გარიგებულ თამაშებს. მინდა ვთქვა რომ როგორც ხედავთ, ხო, და ჩვენ ბევრი ხსმენია პრესიდან და ისე სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან, რომ პრობლემა არის, ლაპარაკობს ამაზე, როგორც ლაპარაკობენ, როგორც მწვრთნელები, სპორტსმენები, ორგანიზაციის წარმომადგენლები, ფეხბურთის ფედერაცია, ყველა ლაპარაკობს, რომ პრობლემა არსებობს. ჩვენ ვაღიარებთ და ჩვენმა სამინისტრომ აიღო თავის თავზე წამყვანი როლი და პასუხისმგებლობა, რომ რეალურად პრობლემა უნდა მოგვარდეს და ბუნებრივად მარტო სპორტის სამყარო ამას ვერ მოაგვარებს. შესაბამისად, გამოავლინეთ ნება შევქმნით ეს უწყებათა შორისი კომისია. პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის არსებული ვითარების სიღრმისეული ანალიზი, ვის რა შეუძლია, რა პრობლემები არსებობს. მეორე, ამ ანალიზის საფუძველზე საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება, რაც გულისხმობს ბუნებრივი სისხლის სამართლის მიმართულებითაც გარკვეული პასუხისმგებლობის დაკისრება იმ პირების მიმართ, ვინც ჩადის დანაშაულს, ლაპარაკია მანიპულაციებზე და ასევე კიდე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, მათ შორის ინტერპოლთან. მოგეხსენებათ, რომ ეს პრობლემა არ არის მხოლოდ თქვა საქართველოს ან გერმანიის ან სხვა, ეს არის საერთაშორისო მასშტაბის პრობლემა, შესაბამისად ძალიან აქტიური კავშირი გვექნება და ამ მიმართულებითაც დავამყარებთ ურთიერთობას აზიურ ტოტალიზატორებთან მიმართებაში. ბუნებრივია, იმიტომ რომ შესაძლებელია და შესაძლებელია რომ მოვიპოვოთ ინფორმაცია და გავცვალოთ ინფორმაცია, როგორც თქვა ჩვენთან. ითანამშრომლოთ? კი, და არაერთი კვლევის მიხედვით ჩანს დანათელია, რომ თუნდაც ევროპულ ტოტალიზატორებში იდება საქართველოს თამაშებზე ფსონები. არა მარტო უმაღლესი ლიგის თამაშებზე, არამედ პირველი ლიგის თამაშებზე. შესაბამისად, შორს რო არ წავიდეთ აზიაში, აგერ ევროპაში. ბუნებრივია ეს პრობლემა გლობალური და ევროპაშიც უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას და აზიაშიც მათ შორის და შესაბამისად, როგორც ხედავთ, ან მთავრობა ზოგადად სამინისტრო აქტიურად გეგმავს ამ პრობლემასთან ბრძოლას. და წლის განმავლობაში ტენდენცია გამოკვეთილი ტოტალიზატორების მომრავლებამ, ინტერნეტ ტოტალიზატორების გაჩენამ, ამან კიდევ უფრო მეტად წაახალისა, კიდევ უფრო მეტი საფუძველი შექმნა იმისთვის, რომ გარიგებები დადებული იყო. იცით რა, მედალს ორი მხარე აქვს. თუ ეს არაფერია. ნახეთ, რომ ხელზე მაზავდნენ თამაშებს. მაზავშიკები, ეგრეთ წოდებული მაზავშიკები უფრო აქტიურობენ. სურად იცნობთ ალბათ, ხო? ეხლა როგორ შეიძლება ებრძოლო თუ არ იცი სიტუაცია, რას უნდა ებრძოლო? შესაბამისად, ანუ ეს არის ბრძოლის პირველი ნაბიჯი, რომ სიღრმისეულად, ბუნებრივია, ზედაპირულად ვიცით, მაგრამ უფრო მეტია საჭირო უფრო შესწავლის პროცესია. რა თქმა უნდა და მაგრამ კიდე მინდა გამოვეხმაურო იმას, რომ თქვა ტოტალიზატორების თემა. აქ
მენდელს აქვს ორივე მხარე. თუნდაც ის რომ თქვენ ბრძანეთ რომ რატომ არის ფეხბურთის ხარისხი ესეთი დაბალი და ასე შემდეგ. მოდით სხვანაირად შევხედოთ. გასაგებია რომ გარიგებული თამაშები არის პრობლემა, მაგრამ ის პრობლემა, როდესაც თქვათ ინვესტორს ან თქვათ რომელიღაც ბიზნეს ორგანიზაციის სურვილი არ აქვს რომ ჩადოს სპორტში ფული. შესაბამისად არ აქვს ფული, ხო და სახელმწიფო ბიუჯეტზე არიან. აქედან გამომდინარე, ანუ ის არ არის გამართლება რომ და ის რა ქვია, იქიდან გამომდინარე რომ დაბალი ხელფასები აქვს, ან ხელფასები დროულად არ გაიცემა, ამიტომ არის მიდიან გარიგებულ თამაშებზე. მოდით მეორე მხრიდან შევხედეთ, თუ რატო არ აფინანსებს კერძო სექტორი. ერთ-ერთი მიზეზი, ხო, პრობლემის გამოწვევის ერთ-ერთი მიზეზი. ფეხბურთელს, რატომ არ აფინანსებს? მას არ აქვს ხელფასი. კონკრეტულ სიტუაციაში მას არ აინტერესებს ის დეტალები. მაგრამ ეხლა თქვენ ქალბატონო კესო, იურისტი ბრძანდებით და ძალიან კარგად იცით. ის რომ სახელმწიფო ვერ ქმნის სამუშაო ადგილებს და ადამიანები არ მუშაობენ და მათ ოჯახში ეს გამართლება საჭმელი არ აქვს, მოიპარონ და არ დაისაჯონ, ხო? მაშინ არ ითამაშოს ის ფეხბურთი, წავიდეს თოხი აიღოს, მოთოხნოს და არც არაფერს აღარ გაყიდის. მე არ მithქვამს. მოდით კიდევ ერთ დავამკესო, ძალიან დიდი ბოდიშია ტოტალიზატორების თემა, ძალიან მართლა საინტერესო თემა, იქიდან გამომდინარე რომ კი ბატონო, რამდენიმე წელია მე მგონი საქართველოში ფსონები აღარ იდება ქართულ თამაშებზე. თუ არ ვწდები, ჩვენ თხოვეთ ტოტალიზატორებს, რომ ჩვენი თამაშები ამოიღოთ. რა შეიცვალა? რამე შეიცვალა? პირიქით, მოდით შევხედოთ. მე მახსოვს ერთ-ერთი ტოტალიზატორის საინტერესო შეკითხვა დამისვით, შეიცვალა თუ არა რამე? სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი თქვენ ხართ. ხოდა მინდა შეიცვალა და რა უნდა შეცვალოთ? თქვენ უნდა შეცვალოთ. საქმეც მაგაში რომ ამითი ჩემი სუბიექტური მოსაზრებით არაფერი არ შეცვლა, იმიტომ რომ პრობლემას კიდევ ბევრი სხვა გამოწვევი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი არ ვიცით შეიცვალა, ჩვენ არა ბაზა, წდომა არ აქვს. გაიზარდა, მოიკლო, ეს რომ ვიცოდეთ, მაშინ გაგვიხსნია დანაშაული და ეგ არის, მე ვფიქრობ. ანუ ბოლომდე არა კომისია შეუწყობს ამ პროცესის რა თქმა უნდა, ჩვენ სემინარზეც ვიყავით ერთად ვისაუბრეთ ამ თემაზე და ჩვენ გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის, ან სპორტის სამინისტროს და ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებით ალბათ ნაყოფს გამოიღებს და იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობა მე ხაზ გაუსმევ, რომ ამ დანაშაულის აღმოსაფხროლად პირველ რიგში მათთან თანამშრომლობა იქნება ძალიან დიდი გამოსავალი აი ამ პრობლემის დაძლევისა. იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი აზრი, ესა ევროპული გამოცდილება, ასე მუშაობს UEFA და ასე მოუწოდებს UEFA ყველა ქვეყანას, რომ რაც შეიძლება აქტიური იყოს პროკურატურა, ძალოვანი სტრუქტურა აი ამ მანკიერი მხარის და აი ამ მანკიერი პრობლემის დაძლევაში. ანტონ 6 აპრილს მიუბრუნდეთ, მე ძალიან მინდა მაყურებელმა და მსმენელმა გაიგოს რა მოხდება 6 აპრილს, შეიკრიბება უწყებად შორის კომისია, ეს იქნება პირველი შეკრება კომისიის და რაზე იქნება საუბარი, რა თემებს განიხილავთ პირველ სხდომაზე, იმიტომ რომ შეიქმნა თებერვალში და ამ ხნის განმავლობაში ალბათ ყოველს თავის ინიციატივა ექნება და ყოველს თავის მოსაზრება იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რატოც გახდა საჭირო საერთოდ ამ კომისიის არსებობა. კი ბატონო, გეტყვით რომ პირველი რასაც უნდა მოველოდოთ ეს არის სამოქმედო გეგმის განსაზღვრა თუ რა მიმართულებით ვიმუშავებთ, რა მოლოდინი უნდა გქონდეს წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, როგორც ვახსენე, აქ არის რამდენიმე უწყება არის წარმოადგენილი იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სპორტის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს არის, მოდი ვთქვათ, სტრატეგიული დონე კომისიის, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი ექსპერტიზა და ბირთვი, რომელიც იმუშავებს ამ პრობლემებზე, ამ მიზნით კომისია იმსჯელებს თუ რომელი ორგანიზაციები უნდა იქნას მოწვეული საექსპერტო დონეზე. დიდი ალბათობით დარწმუნებული ვარ, რომ ამ რიგებში საექსპერტო აი ჯგუფის რიგებში იქნება ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი აუცილებლად ტოტალიზატორები უნდა ჩავრთოთ ამ საკითხის მოგვარებაში საპარლამენტო და ასე შემდეგ. ეხლა წლის სახეობები და ზამთრის სახეობები მე მგონი არ არის ეხლა პრობლემა. ჯერჯერობით, მაგრამ ამ პოპულარული. სადაც თუმცა კი, მე თვითონაც რომ კი, მახსენდება ერთ-ერთი ეს კლუბის წარმომადგენელის კომენტარი, რომელიც თქვა, მინდა მშურს რაგბის საწყლო სპორტს, იმიტომ რომ იქ არ არის ეს პრობლემა და იმედი მაქვს, რომ ის რა ქვია, ფეხბურთშიც დადგება ეს დრო, როდესაც ეს პრობლემა აღმოიფხვრება. იმედი მაქვს. რაღაც მეკითხებოდი ბაზა. სხვა ფედერაციები თუ იქნება ჩართული კომისიის საქმიანობაში, იმიტომ რომ მარტო გასაგებია ფეხბურთი არის ნომერ პირველი პოპულარობით, ყავს უფრო მეტი გულშემატკივარი ვიდრე სხვა სპორტის სახეობებს, მაგრამ არის კალათბურთი, არის იგივე რაგბი, ჩოგბურთი, სხვადასხვა სპორტის სახეობები, სადაც შეიძლება იყოს საუბარი გარიგებებზე, ტოტალიზატორებში შეტანილი ამ თამაშების ნუსხა და ასე შემდეგ. მარტო ფეხბურთზე აქცენტი თუ ყველა სპორტზე. იცი რა, როგორც თქვენ ბრძანეთ და სწორად ბრძანეთ, რომ ეს პრობლემა უფრო ფეხბურთს ეხება, როგორც
ამბობენ არის ფეხბურთი და დანარჩენი სპორტი. ფეხბურთში არის ეს პრობლემა, თუმცა ჩვენ არ აგვაქვს შეზღუდულები ამ საექსპერტო ექსპერტების რაოდენობაში ჩვენ შეგვიძლია მაგაზე იქნება მსჯელობა პირველ შეხვედრაზე. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე. კი, პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე. ბუნებრივია რომ ვთქვათ, იქ სხვა სახეობებში ნაკლებად ხვდებით ამ პრობლემას, თუმცა ხო, გამოსარწია ფერი არის. ახლა Skype-ით გვიკავშირდება. დიახ. საღამოშიდობის. საღამოშიდობის. ბატონო ბონდო, ფეხბურთი ძალიან ესეთი სპორტია, არა მარტო სოციალური, ცოტა უფრო მეტიცაა თველიდან მოყოლებული. ფაქტიურად ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წინასახე იყო. როცა ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, იმედი გქონდა რომ რაღაც უფრო მეტ რაღაცებს მივაღწევთ, აი თუნდაც 80-იანი წლების დინამო რო იყოს ახლა. გაცილებით უკეთესი შედეგები გვექნება. გაცილებით მაღალი იქნებოდა ფსონები გარიგებებზე. ფსონები არის, მაგრამ შედეგები გაცილებით უკეთესი იქნებოდა და აი შეკითხვა დაუსვით თუ შეიძლება სტუმრებს. კითხვა დასვით. აი მე მიმაჩნევ სანამ ფედერაციაში ღირსეული ხალხი არ იქნება, ახლა ვიგეთქვით რას გულისხმობ. აი სიჭნავას დანიშნავს გულისხმობ, როდესაც სხვა იყო არჩეული და ეს დანიშნა აი ესეთი კაცი მას რომ ღირსება ქონოდა უბრალოდ იქ არ დადგება. პიროვნულ კრიტერიუმებზე ნუ ვისაუბრებ ჩვენ. არ გვინდა გაცილებით უფრო ძალიან მნიშვნელოვანი უხერხული მდგომარეობა იქნება. აქ არ არის ბატონი სიჭინავა, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელია, იურისტი და უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩავაგდებთ ადამიანს. ამ ჩავთვალოთ რომ ეს შეკითხვა გავიარეთ, ასე ვთქვათ. როდესაც იქნება არჩევნები, მაშინ იქნება არჩევნები. სიჭინავამ და ფეხბურთის სამყარომ გადაწყვიტოს მე ერთმანეთს ქუჩაში რომ შეხვდებიან, მიესალმებიან თუ არა. არჩევნებს ფედერაციის პრეზიდენტს ირჩევს 35 სუბიექტი. მხოლოდ 35 სუბიექტის პრეროგატივას წარმოადგენს, ვინ იქნება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ეს არ გახლავთ არ გახლავთ 5 წლის წინ. ბატონო? ასე ეგონათ 5 წლის წინ და მე კი ვიცით, ვინც მიიღო გადაწყვეტილება. ამ თემაზე არ გინდა 5 წელი გავიდა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს სამართლიანი იქნება. მოდი დაუბრუნდეთ ისე უცხოეთ შორის კომისიას. მე მაინტერესებს კომისია განიხილავს თუ არა წარსულში მომხდარ ფაქტებს, როგორც მაგალითს და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას. საერთოდ სტილი როგორი იქნება მუშაობის გასაგებამ შეიკრიბებით, ან თავარი პრიორიტეტები, თემატური ჯგუფები იქნება კომისიაში როგორც მითხარით, ანუ რამდენიმე დონეებად რო დავყოთ, არის სტრატეგიული დონე, სადაც იქნება კომისიის წევრები და მიიღებენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, თუნდაც სხვა ასპექტთან მიმართებაში. მერე მუშაობს საექსპერტო ჯგუფი, პირობითად ვთქვათ, ეს ჩვენ ვარაუდს გამოვთქვა, რომ შეიქმნება აუცილებლად ჯგუფი, ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის, რომელსაც დაევალება არსებული ვითარების შესწავლა. მეორე ჯგუფი იქნება შესაძლებელი, რომ პირველი ჯგუფის ბაზაზე გაკეთდეს, საექსპერტო ჯგუფის ბაზაზე გაკეთდეს მოკვლევა თუ რა საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო და მომზადდება კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი. და ანუ მე ვფიქრობ, რომ წლის განმავლობაში ამ წლის ბოლომდე. შესაბამისად, ანუ ეს არის სპეციფიკა. არ ამგონია ეს არის პრევენციის კომისია. ეს არის სამართლიანობის ჯგუფი. ეს არის პრევენციის კომისია. ეს არის მაქსიმალურად აიცილოს ის არა მარტო პრევენციის, მინდა ვთქვა, რომ იმიტომ რომ კომისიის დებულებაში წერია შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მანიპულაციის შეიძლება გაატაროს. მაგალითად, როდესაც შეიქმნება შესაბამისი კანონმდებლობა, თუნდაც სისხლის სამართლის კოდექსში იქ გაჩნდება ჩანაწერი თუ სპორტის იძლევა ამის საშუალებას იმ დოზით მაინც, რომ მეტი აქტიურობა იყოს. მაგრამ გარიგებები თაღლითობა და როგორ იქნება კომისიაში არ მინდა რაღაც მხარესავით გამოვიდა, მაგრამ სპორტის კომიტეტს საპარლამენტოს გულისხმობ რასაკურველია. ძალიან ბევრი პრეტენზია გაუჩნდა უსვათ, მაგრამ მე არ მახსენდება ამ კომიტეტის რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება და ინიციატივა შეიძლება ვწდები და ბოდიშს მოვიხდი, არ არის პრობლემა. იცით რა, მე ჩავერთვებოდი. სპორტული საპარლამენტო კომიტეტის პირდაპირ მოვალეობა კანონმდებლობაზე მუშაობა და მე თქვენ აბსოლუტურად გიერთებით. მე არ მახსოვს მათგან ერთი ინიციატივა საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით. ერთი რეგულაცია, რომელიც სპორტს უკეთეს მომავალს, უკეთეს შედეგებზე ორიენტირებული იქნებოდა. ჩემი ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ისედაც, როდესაც პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით თავრობა შევა საკანონმდებლო ინიციატივით, ისედაც უნდა იმსჯელოს
სპორტის კომიტეტმა შესაბამისმა საპარლამენტო სპორტის კომიტეტი უნდა იყოს მთავარი ღერძი, რომელიც ისეც იმუშავებს სპორტის თქვათ რომ მოქმედა კომიტეტი სპორტის komიტეტი არის მეთვალყურე თუ ზედამხედველი დებულებაში ეგ არ და შესაბამისად ყველაფერზე პასუხისმგებელია. მაშინ კანონმდებლობის მიღებას მე ვიცი მათი დებულებით იქიდან გამომდინარე ვსაუბრობ რომ მათი პირდაპირ პრეროგატივა კანონებზე მუშაობა ის რაც სპორტზე და მოვიწვია სპორტულ გადაცემაში აუცილებლად იმიტომ რომ მართლა საინტერესოა მე არ მახსენდება ხა ვადევნებ ყველაფერს თვალყურს შეძლებს და გვართ ინიციატივა არ თუ რამე ცვლილება ინიციატივა არ მახსენდება მე ჩემი კომპეტენციის ფარგლებში გეტყვით რომ ანუ მე მოვისმინე რომ არის რაღაცა შენიშვნები და წინადადებები ჩემი კომპეტენციის ფარგლებში რაც არის ჩემი დეპარტამენტის კომპეტენცია ხო ჩვენ გადაცემის დასაწყისში ვისაუბრეთ იმ სამ მიმართულებაზე ეს არის დოპინგი ეს არის ძალადობა სპორტში ეს არის მანიპულაციებთან დაკავშირებით ეს სამი კონვენცია ცნობილია ყველასთვის და მე პირადად არც ერთი შენიშვნა ან მოსაზრება ან რეკომენდაცია არ მიმიღია აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მე ვმუშაობ პირადად და ნუ შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია მაშინ მე კიდევ ერთ დავამატებ რომ ისინი ვარჯიშობენ ამაში ან მოთელვითი სამუშაოებია მე მახსენდება მეთქი ძალიან დიდ ბოდიშს გიხდი ჩვენ არაერთხელ მოუწოდეთ და მივმართეთ და მათ შორის ახლა დოპინგთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას გარკვეული ჯგუფი და მივმართეთ რომ გამოყონ ექსპერტი და ჩაერთონ ანუ აბსოლუტურად ჩვენი მხრიდან ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის და პირიქით მე პირადად მიმაჩნია რომ დღესდღეობით ჩვენ გვაკლია საექსპერტო ცოდნა სპორტში და მოხარული ვიქნები რომ ჩაერთონ რაც შეიძლება მეტი გამოცდილი ადამიანი და ასე რომ ველოდები მათ გამოხმაურებას. ინიციატივაზე რომელიც გახსენდებოდა. მე მახსენდება სპორტული საპარლამენტო კომიტეტის ინიციატივა ბატონი ლორდ ქიფანიძის რომ ფედერაციის პრეზიდენტი უნდა გადადგეს. ასევე მახსენდება თემურ ჩეღეძის აქტივობა. არა, მოდით დავაზუსტოთ ახლა დრო აღარ რჩება, მაგრამ მან თქვა რომ 4 წელი გავიდა თებერვალში და ოქტომბერში არ უნდა გაიმართოს და თქვენ უპასუხეთ მერე. მე უპასუხე და გავიმეორებ ამას რომ მას გაცილებით დიდი ფუნქცია აქვს პარლამენტში, მას ხალხმა ნდობა გამოუცხადა და სწორედ იმ საკითხებზე რომელზეც ახლა ანატოლი და მე ვსაუბრობ, ამას რეგულირება ჭირდება, კანონს დაწერა ჭირდება, სპორტს ჭირდება საქართველოში რეგულაცია, არც ცუდი მემკვიდრეობა დახვდა სპორტს. ანუ ეს ასე უნდა ვთქვათ. დრო დადგა იმისა, რომ პარლამენტის კომიტეტმა, რომელსაც ეს ფუნქცია აკისრია, იფიქროს კანონზე, კანონმდებლობაზე, როგორ მოახდინოს სპორტი როგორ რეგულირებადი სამართლებრივად და არა იმაზე 35 სუბიექტი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გადაირჩევს, არ გადაირჩევს თუ ვის აირჩევს მომავალში. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის ანატოლი კორეპანოვი სპორტის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და კესო ჩხიკვაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისტი სტუმრობდნენ ობიექტივის ღამის სტუდიას ანიკ იკნაძესთან და ბონდო ბძინარაშვილთან. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ პარლამენტის სპორტის კომიტეტი, მე მგონი ასე ქვია ამ კომიტეტს და მისი თავმჯდომარე, მისი ხელმძღვანელი ბატონი ლერი ხაბელოვი გესტუმრებიან აქ სტუდიაში და უპასუხებენ ჩვენი და მაყურებლების და მსმენელების შეკითხვებს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფომ სერიოზული ნაბიჯები გადადგას და დაცული იყოს როგორც ჩვეულებრივი მაყურებელი, ისე ერთგული გულშემატკივარი. კომაგი ისეთი როგორც ანიკ იკნაძეა მაგალითად. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით გადაცემის მეორე ნაწილში.